სამტრედიაში ნომერ 12 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა, ასევე დასრულების ეტაპზეა ქუთაისის მე-9 და მე-14 საჯარო სკოლების რეაბილიტაცია. სკოლებში მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოები, დამონტაჟი და გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები. სამივე სკოლის შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მოთხოვნებზე. ნახულეთ ობიექტები, რომელიც დარჩა დასასრულებელი, კონკრეტულად ეს არის 4 სკოლა, ჯამში 28 სკოლის რეკონსტრუქცია, რეაბილიტაცია და მათ შორის, რა თქმა უნდა, ახლების მშენებლობაც იყო გეგმაში, საიდანაც 24 უკვე დასრულებულია. ამ 4 სკოლიდან ეხლა ამჟამად ვიმყოფებით ქალაქ ქუთაისში, მე-9 სკოლაზე, რომელიც არის ისტორიული სკოლა ქალაქისთვის და ასევე ქალაქ ქუთაისში არის მე-14 სკოლა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ძალიან მნიშვნელოვანი სკოლა, ასევე ქუთაისისთვის, ორივე მათგანი პრაქტიკულად დასრულებული არის. Აქტიურად სამუშაოები უკვე დასასრულისკენ მიდის და როგორც დღეს გაცხადებული იქნა შეხვედრაზე, ოქტომბრის ბოლოსთვის უკვე ახალ მოსახლეობას იზეებენ აღნიშნული სკოლის მასწავლებლები, პედაგოგები. ამ წლების მანძილზე ორ სკოლაში ვიყავით გადანაწილებული და უკვე დღეისათვის დასრულების ფაზაშია ჩვენი სკოლა და ძალიან მალე უკვე შევალთ ახალ გარემონტებულ სკოლაში და ეს მართლა ძალიან გვიხარია ყველას.